Თვითფასობ მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ქალბატონი თაკო ჩარკვიანი. მოგესალმებით ქალბატონი თაკო. მადლობა რომ მოიცალეთ და მოხვედით. პირდაპირ გეტყვით ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიხარია ხოლმე როდესაც ჩემს გადაცემაში მოდიხართ. მე ძალიან მიყვარხართ და აი ყოველას ძალიან დიდ პატივს გცემთ ძალიან ნიჭიერები და ძალიან კარგები ხართ და მიირთვით ჩვენი გამოგლებელი სასმელი. უბრალოდ რა არის იცით? თან ბრავო. კი ბატონო. ბრავო. ისეთი ანუ ცოტა აი არაიუმორისტულ გარემოში მომიწია თქვენი სტუმრად მოწვა. ზოგადად არც ვარ აი დღევანდელ პერიოდს შევხედავთ ხო აი იუმორის ხასიათზე. ნუ მე მაგალითად ესე ვარ, იმიტომ რომ ამ კვირაში დავინახე, რომ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად სახელმწიფო რასაც ქვია, ნუ აი ქვეყანა რომელიც სახელმწიფო მართავს, ეს რო არ გვაქვს. აი თქვენი შეფასება, თქვენ ყველაზე კარგად აფასებთ ხოლმე აი ესეთ სიტუაციებს, ნუ ბევრჯერ შეგიფასებიათ, მაგრამ ეხლა რაღაცა მე მგონი აი ასე მგონია რომ ფინალში ვართ სადღაც გასული და ბოლო ბრძოლა გვაქვს გადასატანი, აი რაღაცა ესეთი გადასატანი გვაქვს და გადავიტანთ კიდეც. კი. გეთანხმები, ვერავართ ხასიათზე, იმიტომ რომ მართლა სახელმწიფო ნახეთ რომ არ არის. დღეს ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ ფერად მაისურებსო რომ გავრეცხავთ ბავშვებისას აღარ ვფენთო, იმიტომ რომ გვეშინია ვიღაცა დუგინის კუნთმაგარი ტიპები ხო არ მოღოღავენ აივანზე ხო არ ამოდიან. აი ეგ რა არის ეხლა? რაცა მიხედები რომ აივანზე ხომ შედობა? ვითომ ხო სასაცილო არის, მაგრამ რამდენად მძიმე იცი რა სერიოზულად ძალიან მზაკრული გეგმა იყო. სინამდვილეში არანაირი LGBT-ს თემა იქ არ იყო. ეს ხელოვნურად წამოწეული, იმიტომ რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არსებობს ძალიან დიდი ხანია. კი. წლებია უკვე, ასე რომ ახალი არაფერი არ შემოსულა, ახალი კანონი არაფერი. აქ იცით რაზეა, ანუ საუბარი 48 საათის განმავლობაში ტერორისტული ბანდების ხელში იყო სახელმწიფო. თეოკრატიულ, ფუნდამენტალისტურ ბანდებით დაკომპლექტებულ ხელისუფლების მიერ წახალისებულ და ევროკავშირის დროშა დაგვახიეს თავზე ორჯერ. ანუ პრაქტიკულად ვექტორს უცვალეს კურსი თავიანთი ჭკუით და მცდელობით. რა თქმა უნდა, ეს ვერ გამოვა, ვერასოდეს, მაგრამ საშიში პროცესი იყო. ნუ უმართავი წარმოგიდგეთ 2 დღე და ღამე. ღამეც დათარაშობდნენ, აივნებზე დაძვრებოდნენ დუგინის ბრჭყალებში ვაჟკაცები. ჩემი აზრით ეს თვითონ ხელისუფლების მოწყობილი აქცია იყო. რომ მე ვფიქრობ ესე რომ ეს მოაწყო თვითონ ხელისუფლებამ ეს აქცია საპატრიარქოსთან შეთავსებით. იაკობმა გახსოვთ როდის დაანონსა. ხო, რომ ღარიბაშვილს ეთქვა ის სიტყვები. რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ აქციას, რომ ფულები დაეწერა წინასაარჩევნოდ და რა თქმა უნდა, უნდა დაბრალებოდა სააკაში. ხო, აბარა, რა თქმა უნდა. ეს ამბავი ვეღარ გამოვიდა, რაღაცნაირად ვერ გამოვიდა, რომ აი ის დიდმორწმუნე მაკლერი რომ არის. ვინ არის? ხო, ეგ დიდმორწმუნე მაკლერი. ვინ არის მაკლერი? ხალოვანდიშვილი. არა? არ ვიცი, არის. როგორ არა? ეხა მაკლერობა კი არ არის აქ უხერხული, მაგრამ აი დიდმორწმუნე რო ხარ, მართლმადიდებლობით მაკლერობა, მევახშეობა, ეგ ამბავი არ შეიძლება და ეს არის დიდმორწმუნე მაკლერი. მაკლერია მართლა ისე? ხო, აბარა. რა, კომპანია აქვს თუ რა? ხო, კომპანია. საბროკერო კომპანია? რაღაცა ეგეთი, ხო. ხო და აი ეს კაცი რომ არის, ხო, რაღაცა. ხო. შიშები რომ აქვს, მუდმივი შიშები, როგორია გაუპატიურების შიში, როგორ მუდმივად. რომ ვიღაცა დაგსდევს. რაღაცა კატასტროფაა. ამიტომ მე ღელავ, იმიტომ რომ ასეთი ფობია რო გაქვს, ნუ ცოდვა ეხა ადამიანი უნდა რაღაცნაირად ანუ მუდმივად აქვს შიში, ხო რაღაც? მუდმივად არის, შიში არიან მუდმივად, რომ ფერადები მისდევენ და ჩვენ ფერადები იქ ვერ ვნახეთ. ისინიც გამქრალები იყვნენ ისე, ჩვენში დარჩეს ობიექტურად რომ თქვა არც ერთი ფერადი არ გვინახავს და ადამიანები ვიცავდით ელემენტარულად აი ამ ამობობღებული ტიპებისგან კუნთმაგარი
პოლიციასთან მაგარი ბიჭებისგან, ხო? ხო, ისე ხო ვერ არიან ახლა მაგრები. ისე, ცალკე მაგრები ვერ არიან, შევთანხმდეთ ამას. მაგრამ გეგმა იყო ძალიან ზაკრული, რომ გავრილოვის, მე ვფიქრობ, კიდევ გავრილოვთან მიდის, რატო იცით? დატესტეს ის გავრილოვის სულ ამბობ ხოლმე, იცი რომ ეს გავრილოვის ღამე მეთქი იყო ერთგვარი მცირე რეფერენდუმივით. იქაც ნახეს რომ საქართველოს არჩევანი არის დასავლეთი. და რა მოიგონა ნახეთ ამ ოლიგარქმა? ნუ რაღაცა LGBT-ი გაატარა რაღაცა თემა, ხო? აი ნახეთ რა გააკეთა, აწიეს აქედან თემა, ამ LGBT-ი აწიეს თემა და დაანახა მსოფლიოს რომ ხა მე რა შუაში ვარ, აგერ საქართველოში ცხოვრობენ ველურები, რომლებიც ტურისტებს ჭრიან, ბავშვებს ცემენ. ერთ-ერთი რეჟისორის იცით თქვენ შვილიშვილი ხალბატონი დოლიძის 12 წლის ბავშვი შოქში იყო, რაღაცა ყვითელი შორტი ეცვა თუ რაღაცა. ქალებს, ჟურნალისტებზე იყო სადამსჯელო ოპერაცია პირდაპირ განხორციელებული და ანუ არ ჩახვიდეთ საქართველოში და საერთოდ ასეთი ტერორისტული დაჯგუფებებით ქვეყანა, ეხლა ნატოში ხო არ ავტოფარეხში არ შეიძლება რომ შეუშვა და ნატოში რომ შეუშვებს, ხო? შემდეგ გამოვიდა ეს კობახიძე, მე ხოც რა დავარქვი? მე ვარო კონსტიტუციონალისტიო. ხო, კობახიძე თქვა. ხო და მე ვერ დავინახე ეს ამბავი და ეს პროფესია, ნუ დავარქვი კონსტიტუციონალისტი. საერთოდ ეს მდგომარეობაში ვართ, აქეთ კეკუტია. ან ეგეთით მებით როგორ დადის ქუჩაში, არც სხვენია? აქეთ კეკუტია. ო, იქით კეკუტია. მაკარტებით. აქეთ ჩოხით. ვასაძე. რაღაცა პარტია ხო გააკეთა? მეობა, რაობა, არა რაობა, ხო არ ეგეთ პარტია რაღაცა, ხო? გააკეთა. ხო. იმიტომ რომ ეხლა როგორც იქცევიან, ეს არის არა რაობა. კი ბატონო. ჩვენი სახელმწიფოსთვის. ახლა თუ გინთან რომ იქნები, რომელიც ლაივსდებს აი ამ კატასტროფის, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რომ ვიყოთ, ანტისაოკუპაციო კანონით პასუხი უნდა გაგებიო. რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ კიდე არის ერთი ის, რომ ანუ ეს პირდაპირ შეიძლება იყოს იანუკოვიჩის გზა, რომ აი პირდაპირ მე თქვან, რომ აი იცი რა არის ქართველებს ევროპა არ უნდათ რა და მოდი რა არ ეს იყო ჩანაფიქრი. იმიტომ რომ თურმე ევროპა ჩვენ გვაგეებს. ან რაღაცა უნდა რომ გეებით გაივსოს თუ რაღაცა აი იცით რა შეასაქმე. მე მინდა რომ ამათ ავუხსნა. ხშირად ესმით ხოლმე რომ აი ჩვენ არ მოგწოს ჩვენზე რომ აპატიეთ, ამათ გონიათ, რომ უნდა შექმნან ტროლთა ინსტიტუტი, ტროლთა ინსტიტუტმა გაგილანძღოს ოჯახი, გაგინოს, კაპურთხოს, გლანძღოს. შენ არ უნდა უპასუხო, იუმორითაც კი. ვერ გამოვა ეგ ამბავი. ანუ ეს თქვენ თქვით რომ დამირეკეს ბევრმა, აი მაგალითად ამ ხელისუფლების ხარდამჭერებმაც დაგირეკეს, ხო? და ნუ შეშფოთებულები ამ ხელისუფლების ხარდამჭერებმა, აბა ეხა ოპოზიციიდან რო დაერეკათ, რა გასაკვირი იყო. ამ ხელისუფლების ხარდამჭერებმა რეკავდნენ, არ ჩერდებოდა, რომ რა ხდება ეს და რა ვქნათ, რომ ჩვენ აი ეს უბედურება აღმოჩნდა. სულ მახსენდება ის ფილმი რა გენიალური ლანკასტერი რო თამაშობს, თავის ხელით რო მოიყვანს იმ უბედურებას. აი ეს არის აბსოლუტურად ხა ჩვენ მართლა ძალიან მძიმე ვითარება შექმნეს პრაქტიკულად საათების განმავლობაში 2 დღის განმავლობაში ტერორისტთა დაჯგუფების ცალკე თემა არის კიდევ აი ამ მინდა გითხრათ რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგაც იყო ანუ მიმართული ეგ ამბავი იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება მართლა ეგონოს რომ აი ეს აღვირახსნილი განცხადების გამკეთებელი რამოდენიმე მამაო არის მართლმადიდებლობის წარმომადგენელი. არა, ასე არ არის. არიან ძალიან კარგი მოძღვრები, რომლებიც მინდა გითხრათ, ზუსტად ისეთივე ტერორში ყავთ. როგორც საზოგადოება. ჩემი მოძღვარის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, ძალიან კარგი მოძღვარი მყავს. ძალიან უკეთილშობილესი, ნამდვილი ინტელექტუალი, არაჩვეულებრივი, კეთილშობილი ადამიანია, ნამდვილი ქრისტიანი და მე მიხარია რომ ის არსებობს ამ ქვეყანად. რა თქმა უნდა, ნუ და დარწმუნებული ვარ რომ მე ვიცი რომ მას თავის სანაცნობოში ყავს ასეთი მოძღვრები. მე ველოდებოდი რომ რაღაცა სხვანაირი განცხადება მოვიდო და მაინც უფრო საპატრიარქოდან არ მოვიდა. მაგრამ მან იყო კიდე ძალიან უცნაური შეტაკებები, ანუ ეს მეორე დღის აქცია, ეს ჟურნალისტების დასაცავი აქცია იყო საოცრად შოკის მომენტი, იმიტომ რომ
ანუ აი ეს დაჯგუფებები ორივე მხრიდან ხო მოაწყდა თუ სამი მხრიდან თუ ექვსი მხრიდან თუ ყველა მხრიდან ხო იყვნენ ეს წრე ეს იყო განზრახ ალყაში ის შიშზე მუშაობდნენ დათრგუნვაზე ფსიქოლოგიურად და ჩვენ დაგვემართა საოცრება რა რომ მივედით როდის მეორე დღესო აქცია ჩაატარდა თქმა უნდა მეორე დღეს აქცია რო ჩაატარდა რა თქმა უნდა ჩავთვალე რომ ეხა რუსთაველზე ვიღაცამ რო თქვა რომ ჟურნალისტების აქ არ უნდა მოხვიდეთ ჟურნალისტების დასაცავი აქცია რომ იყო ნუ თქვი რომ რა თქმა უნდა მივიდე ჯერ ეს ერთი უნდა მივიდე იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობას უჭირს და მე ხა ვიღაცა რო იტყვის ხა დუპლეტი რო არ მოხვიდე იქ აუცილებლად უნდა მიხვიდე დავრიცხული ამბავია ხო მივედით მაგრამ ხა მისვლაც არის და მისვლაც შევედით აქედან და მე ესეთი რაღაცა შვიდობის მტრედივით მივდივარ და აი პოლიციის კორდონი რო დავინახე წინ მივხვდი რომ ძალიან სუმსად შუაგულში იმათ გავიერე იმათი მხრიდან მიდივარ მაგრამ რა იყო იმდენად შოკირებული ამბავი იყო რაღაცა დაიბლენ ეთყობა იფიქრეს რომ ეს ქალი ამ შუაში რატო უნდა გაგვიაროს ან ვერ გაიგეს ვერაფერი ვერ გაიგეს ნუ ხა რომ მივხვდი ნუ რა სქვია ეხა ვერ გამიგეს ძალიან ესე მაგრამ აი რომ დააფიქსირეს უკვე კარგად ნუ მე რა თქონა სახელი და გვარით იქ დაიძახა ხო ნუ დავიძაბე ხა ბუნებრივია საერთოდ არ მიყვარს მე ესე ჭუბი რაღაცა იუმორით მართლა შეიძლება რაღაცები ერთმანეთს ადამიანებმა ვუთხრათ მაგრამ ეხა რაღაცა ფიზიკურ შეხლაში მაგრამ მე ხო სულ არაორდინალურ სიტუაციაში ვარდები გვერდითაც ძალიან არაორდინალური ადამიანი მყავს და მეუღლე ნუ რაღაცა ცოტა უწმაწურად დაიძახა ვიღაცამ და აბა რა მოხდა რა მოხდა ეს გაეკიდა მეუღლე გაეკიდა მოწყვიტა ადგილიდან მოწყვიტა და ნუ რეაქცია იყო შესაბამისი ალბათ ის დაიბნა იფიქრა რომ ეს რაღაცა უარესია ეთყობა და გაიგდა ცოტა მომენტმა ცოტა ჩააცხრო სიტუაცია და მე ცოდვას ვერ ვიტყვი მე მიყვარს ობიექტურად რამოდენიმე პოლიციელი იყო და მიხვდნენ რომ არაორდინალურ სიტუაციაში ვინც მახლდა და ამიტომ ჩათვალეს რომ და ძალიან ყოჩაღად მოიქცნენ ნამდვილად აი ობიექტურად გეუბნებით რომ ჩვენამდე უკვე არავინ აღარ მოუშვეს და შევედით ჩვეულებრივად ვიფიქრე რომ ვიღაცას ეხა ვერ დავიჯერებ მეთქი რომ ვიღაცას ხომ გავესაუბრები და რაღაცნაირად ხო აუხსნი რომ რა არის ეხა ეს რა უბედური მაგრამ აი იქ რომ მივედი შუაგულში სადაც არმატურებს ისროდნენ და ქვებს ისროდნენ და კვერცხებს რა საოცარი ეს კვერცხიც რო არ მომხვდა რა საინტერესო რაღაცა დღე იყო იმ დღეს რაღაცა და ერთი მამაოს უნდა ვკითხო რომ რაღაცა დაცული ვიყავი მამაო ხო არ იცი რა ხდებოდა კივა მე მგონი აი უფალმა ხო იცი ყველაფერი იცი და ეგება მე უფრო მიცავდა მამაო ვიდრე თქვენ დამერწმუნეთ იმიტომ რომ რაღაცა არ მომხდა ეს არც კვერცხი და ახლა ვიცი თქვენს მიერ ნაკურთხი რო არ იქნებოდა ზუსტად ვიცი თან ცისარტყელა რომ გამოისახა იმ დღეს ჩემი მეგობრები მირეკავდნენ, ჩემი შვილი მირეკავდა უცხოეთიდან მეუბნებოდნენ რომ აი თავის მომჭრელი კადრები გადიოდა, აი მთელი მსოფლიო უყურებდა ამ ძალიან ტოლერანტულ მართლა კეთილშობილ ქვეყანას არაფერ შუაში არ იყო ხა თავს ნუ რავინ ნუ მოიტყუებს ანუ ერთი არის რომ კონსტიტუციის დაცვით მაგრამ იმ დღეს უკვე საერთოდ არანაირი არაფერი არის აბსოლუტურად დემოკრატიის სახელმწიფოს ამათი მიზანი არაფერი არ იყო არც LGBT ახსოვდა ვინმეს და არც ის ხალხი გვინახავს ჩვენ არავინ აქ იყო ცოცავთა ბანდა კედლებზე მცოცავთა ბანდა რომლის მიზანი იყო გაეროშენობის ასე ვთქვათ დატერორება და ევროპის დროშის ჩამოგდება ეს იყო მთელი გეგმა ოპოზიციის კარვების აბა რა მთელი გეგმა ღარიბაშვილ ივანიშვილის ქონების დაცვისა ეხლა რაღაც მეტყვის ქონების და აბა რა აბა ეხლა თავისუფალ პროკურატურა რომელიც ჯიბეშია, ანუ არათავისუფალი და სასამართლო ჯიბეში ის იცავს მერე კორუფციულ ქონებას, აბა სხვას კი არაფერს. ეს არის ამათი რა. ჩემთვის იყო ის რომ კედლებზე რომ იცოცხლდნენ, ქვემოთ პატრული რო და ჩვენ როგორ ავართ? პატრული უყურებდა რომ რა. ჩვენ როგორ ავართ? მამაჩემს ჰქონდათ გენიალური ხუმრობა, მომწონდა ძალიან ყოველთვის და მრავალი წლის წინანდელი როგორ სიტუაცია იცი ჩვენთან? ზოგადად. დიახ. პოლიტიკაში ხელისუფლებები ხო გახარია წავიდა მე ღარიბაშვილი მოვიდა მე ეს ვიღაცა წავა ჯანსუხს ჰქონდა ესეთ ხუმრობა რიგვავა როგავა შემოვა როგავა 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 რიგვავას დროგავა
მაგარი თამაშია კაცო. არაფერი არცე. აი ეს და საქართველოს სახელმწიფოს განვითარების დრო ხო გადის. აი ამ კონსტიტუციონალისტების აი მაგალითად ერთ-ერთმა დაწერა ამ ამბების შემდეგ ესე იგი ეს ტურისტი რო დაჭრეს პოლონელი. საფრანგეთის ტურიზმის ასოციაციის ცნობით 2 დღის განმავლობაში 471-მა ტურისტმა გააუქმა დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში. მე გავიგე რომ ბიძინამ თქვაო რომ ეს მარტო საფრანგეთში. ბიძინამ თქვა უნდა ვიქველმოქმედო და სისხლს გადაუსხამო ის რო დაჭრესო. ანუ ეგეც ძალიან ცუდი მდგომარეობა. ქველმოქმედების ფორმაა ახალი. ჯერ დაგჭრიან, მოვარდებიან აივანზე, რაღაცა მე შეიძლება სისხლი გადაგისხან. ძალიან უცხოური ერთ-ერთ ქალბატონს სახში შეუვარდნენ ბავშვი მძინარე ბავშვი. წარმოუდგენელი ვითარებაა და მართლა ეხა ხუმრობით, მაგრამ ესე კაცრი ხუმრობით ვეტყვი რომ ძვირფასებო ჩვენო თანამოქალაქეებო აბა მოკეტეთ დროულად მოკეტეთ საქართველოს მცდელობა აყირავებისა არ თავდება ეგ ამბავი კარგად არა ხო არა მართლა ეგრეა იმიტომ რომ აშკარად არაფერი არ ეთყობდა აქ უნდა ვიცხოვროთ ყველა ცოცავები ხართ მღოღავები ხართ გზააბნეულები მართლა გულწრფელად გჯერათ ვიღაცას რომ ქართველობას ვიღაცა გართმევთ თუ რაღაცა ხო აქ უნდა ვიცხოვროთ ყველამ რაღაცნაირად და უნდა მოვახერხოთ ის რომ ერთმანეთს ფიზიკურად არ დაუპირისპირდეთ და რაოდენ დიდი არ ჩაგიდოთ ვინმე მტვინში რომ იდეოლოგია არსებობს ფასი იმისა რომ თანამოქალაქეს დაგაპირისპიროს არ არსებობს ასეთი იდეოლოგიის გამართლება გამორიცხული აი მას უნდა მარტივი ესეთი ჭკუით გაანალიზება და ამას სხვა ვერ გაგაკეთებინებთ თქვენთან გაანალიზოთ გაანალიზებენ ახლა თვითონ ავიცი აბა რა გითხრა რაღაცა გაიხსენე ახლა ჩვენი საკანონმდებლო იმ ხალხის სახეები გაიხსენე არა ხო აი ახლა თქვენ ამას საკანონმდებლო არა ახლა მახსენდება ვინ არის ისა წილოსანია ხო რა თქო ვიკინგობა არ გვინდაო ბარბაროსები უნდა და რო ეთქო ხო ბარბაროსები უნდა ეთქო და რაღაცა უნდა რა ვიკინგობა რა ვიკინგობა არის და ვაი მე მაგას როგორ ვცნობ ვიცი ხო არა სეცასემონო კალია გარეგნობით არ ვარ ხო რაღაცა აი საქართველოს ბიუჯეტში ჩაწილოსანებულია თითქოს ეს არის მიზეზი ესეთი განცხადებების აი რო არა ხარ ჩაწილოსანებული უფრო თავისუფალ განცხადებებს აკეთებ მაგრამ არა ნორმალური ადამიანებიც არიან და მგონია რომ ეხლა რაღაც განცხადებებს გააკეთებენ ესე ხედავ ხო თუ მემატყუებენ არ ვიცი ვიზე ამბობ აი რაღაცა დღეს მქონდა ინფორმაცია რომ მე მგონი ცოტა არ მოეწონათ შეშინდნენ აი მართლა დაფრთხენ აი ამ შემზარავი ტერორისტული ბანდის ყურებით და დღეს იყო მაგალითად რაღაცა ეს საუბრები და მე ვეუბნები რომ მიკროფონთან მიდით მიკროფონთან და იქ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია უკან ლაპარაკობენ თავისი ჩურჩულები ხო ხო 3 დღე გავიდა და ვერ მოვახერხეთ რომ საგანგებო სხდომა მოვიწვიოთ რომ შეფასება მოხდეს ხელისუფლება რომელმაც ვერ უზრუნველყო ეს ყველაფერი უსაფრთხოება სახელმწიფოსი ხედავთ აი მე ძალიან სამართლებრივად საუბრობ არ საუბრობ როგორც ორგანიზატორებზე ბატონო მაგრამ უსაფრთხოება რომ ვერ უზრუნველყო ეს ხომ ფაქტია დიახ 2 დღის განმავლობაში ის ხელისუფლება უნდა გადადგეს არა შესაბამისად უნდა მოვიწვიოთ რაღაცა მაგრამ იმიტომ რომ არის ისე მაგალითად აი ნიკამელიას აყვანაზე მე მახსოვს მთელი საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი იქ იყო ზემოდან ჩამოფრინდნენ სადღაც 3000 თუ 4000 კაცი მარტო აი აღჭურვილებით იყო ესეთი ეკიპირებით შევარდა გაზი გაუშვა დაარბია იქ ხალხი რაღაცა და აქ გავხედე და ნუ რაღაცა რამდენიმე ფორმიანი ადამიანი საწყალ ჩვენს ჟურნალისტებს რომლებიც საერთოდ ახლა უბრალოდ იღებ აშუქებდნენ მოვლენებს იმათსაც ვერ იცავდნენ იცით აი აქ იყო უმთავრესი რაც ამ ასე ვთქვათ ამ ზაკრული გეგმის საფანელში ფუძეში იდო ეს არის ის რომ აი სენსიტიური თემა
რომელიც შეიძლებოდა გამოკითხვის დროს, რასაც ხშირად რუსეთს უშიშროება აწარმოებს, ხოლმე სენსიტიური ყოფილიყო ეს თემა. საქართველოში LGBT-ს თემა, აი ზუსტად ეს თემა გამოიყენეს, ასე ვთქვათ, საფანელად, იცით, რაღაცნაირად. აი ეს იყო აქ ყველაზე ცუდი სინამდვილეში ეს იყო მიზანი, მხოლოდ ის რომ საქართველოს, აი იცით როგორ არ შეიძლება ამ ტიპის ველურების პრაქტიკულად ტურისტებს უთხრა რომ არ შემოხვიდეთ. ხო, კი. ხო, ერთი იყო გამოწყდეული, იცი არა, საწყალის ვერ გამოდიოდა. არ ვიცი, კადრი არ და კაფე პატეჟებდა თვითონ ხაჭაპურით და რაღაცა პიცით უმასპინძდებოდნენ, ერთი ტურისტი ვეშინოდა, ვერ გამოდიოდა, გარეთ რაღაც თმის ფერი ქონდა, ღია. ცოტა უცნაური. არა, ყველაზე საინტერესო აქ ამბავი ის იყო, რომ მაგალითად აი ეს ადამიანები აქციის აი სირცხვილიას მონაწილეები, ბავშვები ვინც არიან, ხო, ამ ორგანიზაციაში სადაც არ უნდა წავსულიყავითო, იცოდნენ სად მივდიოდით. იცოდნენო. ხო, ეგ არის ყველაზე უცნაური ამ ამბავში. მაგალითად ისიც იცოდნენ, რომ აი ჩვენთან ტელევიზიაში მოდიოდნენ. რა თქმა უნდა, ანუ ლოკაციის ადგილის აიდანღაც გადიოდა ხო ინფორმაცია, ხა ვიღაცა გასცემდა ამ ინფორმაციას. რეალურად სუსი იყო ახალ სადღაც. ხო, ეს პარტიული საფანელი ვერ ამოფინეს, რაღაცნაირად ვერ გამოვიდა. ფაქტია ეს ცხოვრობთ მათ ნახა და მე რაღაცნაირად ახლა ეთყობოდათ ახლა იმ კუნთ მაგრამ ცოცავებს რომ ვისი მხარეც იყო ჩანდა ახლა იქ გამოკვეთილად კედლებს როგორ ადიოდნენ კედლებზე ხო კედლებზე როგორ ადიოდნენ აი თვალებს რო აი ჯერ ესეთ აი ის ადამიანი ახლა იმ კედელზე ვადისას ვიღაცის სახში შედის ეს უკვე დანაშაულია როგორი დანაშაულია როგორი 2-დან 4 წლამდე არის რაღაცა იმიტომ რომ ანუ ჩაულებრივად ხის კუთვნილებაში შედის. ეს შავფაროსნები ნეტა როგორ აქვს იმას შუშის სასახლეზე მიცოცავენ. საინტერესოა ეს მაინც ბატონო ბიზინა გასარკვევია ეგ ამბავი. ეგ დატესტეთ ბატონო ბიზინა აბა შუშის სასახლეზე თუ შეუძლიათ. უნდა დატესტოთ იმიტომ რომ დაიცით ეხა იაკობმა რო უცებ ბრძანება გასცეს. ბატონო და ეხლა ჩათვალეთ რომ ამოსულები არიან შუშის სასახლეზე. ვერა გაქვთ კარგად საქმე. იცი რა ხო გონიო ყველაფერი მიდის ერთ ქვეყნამდე. სხვაგან არსად. ზემოთ უნდა გავიხედოთ იგი ჩრდილოეთისკენ. იქ მიდის და უნდა გენახათ გუში როგორ გააშუქა რუსულმა პრესამ საოცრებელ აქაც მახსენდება აქაც მამაჩემს ხურვა მახსენდება რა ვქნა ეხა იუმორი როცა არის ჯანსაღს ვერ ავწდები ეხა გამორიცხული აი ზუსტად რა ეს ამბავი იყო და ერთხელ აი ზუსტად ამ ქვეყნის ძალიან რადიკალურ ჩრდილოელ მეზობლის მომხრეს უთხრა წამსვე შემიტოკდა ულვაში შენ რომ დაგინახე ჯიგარო ილია არ ყოფილა დუმაში შენ ვის დუმაში ხარ ჯიგარო ხადაი რაღაცა ვიღაცის დუმაში ხარ ვიღაცის დუმაში არიან და ვიცით ხო ხედავთ ვის დუმაშიც არიან ხო და ამიტომ არ გვინდა ეხა დუმაში საქართველოს ნათელია ლამაზია კი ბატონო კარგია კონსტიტუცია არსებობს კონსტიტუცია შევასრულოთ და გავარკვიოთ კიდევ კონსტიტუციით რა მოწყობის სახელმწიფოში ვცხოვრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის დემოკრატიული განვითარებული ინტელექტუალური საქართველოს დიდი კულტუროლოგიით აუცილებლად ძალიან ოქროს სიტყვები თქვით ქალბატონო თაკო მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ თქვენ დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი თაკო ჩარკვიანი მადლობა ქალბატონო